ძალიან დიდი მადლობა. ამაზე ბედნიერი არ ყოფილა არასოდეს. ძალიან უცნაურია რომ ამბობ ამას დაკავების მერე. მაგრამ ხო, როცა დამაკავეს, 4 კედელში იზოლატორში აღწევდა ამბავი თქვენ მიერ ჩადენილი საქციელების შესახებ, ხალხო. იმის შესახებ რა საკეთებდით რეჟიმის წინააღმდეგ და მადლობა. და მადლობა რომ მართლა ის 12 დღე არ ქონდა შიში რომ პროტესტი შეჩერდებოდა, პროტესტი შენელდებოდა და მე თუ ამით ბედნიერი ვარ, ესე იგი ხელისუფლება ამით უბედურია. არა მხოლოდ მე, კიდე ბევრია ბედნიერი და ესე იგი ამით ხელისუფლება ძალიან უბედურია. მადლობა იმისთვის ხალხო, რომ ესე დაუღალავად ვართ ერთმანეთის გვერდ რა. აქ არავინ არავის ხარეს არ არის, აქ ყველა ვართ ერთ, უნდა ჩეკრული ერთი მოტივით, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური ხისესრიგი დადგეს და აღარ გქონდეს შიში. მე ყველა ვინც მიცნობს იცის არც ერთ პარტიაში არ ვარ, არც ერთ არასამთავრობოში ერთი მარტივ მიზეზის გამო. იმიტომ რომ მინდა ცხოვრება. და ამისთვის გავარ აქ, მინდა წყნარად ვიცხოვრო, ჩემი საქმე ვაკეთო და საერთოდ არ ვიცოდე ვინაა ხარება და მსგავსი ვიღაც თანამდებობის პირები. მინდა ეგეთი ცხოვრება. სამწუხაროდ ახლა ის რეალობა რომ მიწევს ვიცოდე ვინ არის ეს ხალხი. მაგრამ ზუსტად აქ იმიტომ რომ დადგეს ის რეალობა, ეს საჭირო აღარ იყოს. ხელისუფლება როცა ყველაფერს გრძალავს, მაქსიმალურად გიშლის პროტესტს და არ ვიცი მართლა აბსურდულ კანონებს იღებენ ცოტა ხანში. ცხენი დასვეს უკვე პრეზიდენტად და არ ვიცი. ცოტა ხანში ალბათ რაღაც კიდე სასაულს ჩაიდენენ. ხედავ როგორ შეაღწია უცნობის კიდობაში წყალმა. და ხედავ როგორ იშლება ის ლეგენდა, რომ თითქოს ეს ხელისუფლება არის ჩვენი გადამრჩენელი. ამის ბევრი წელი ეჯერა ხალხს. და ეს ყველაფერი გაშიშულდა. როცა ჩემხელა ბავშვებს მართლა დროებით დაკავების იზოლატორებში ათავსებდნენ 10 და 12 დღით და ჯარიმებს უწევდნენ. ეხლა უაზრო ჯარიმების სახის დაფარვაზე რაღაცა ეგეთები. და მარტივად ვიტყვი, არ მეშინია ერთი მარტივი მიზეზის გამო. გვერდით ვარ იმ ადამიანების, ვინც ყოველდღე ღირსეულად იბრძვის სიცივეში, სიცხეში, წყლის ჭაობთან, გაზში. არ მეშინია, იმიტომ რომ აქ გავიცანი ხალხი, რომელიც ყოველდღე მაძლევს მიზეზს ვიბრძოლო. თქვენთან ერთად და ხელისუფლებას უკან უნდა დაეხია სანქციების დროს. მაგრამ რას ვიზამთ, უფრო დიდი სანქცია რუსეთიდან ელით ეხლა გაჩერდებიან და არ გამოუვა ხალხის გაჩერება, რომელიც დაიბადა თავისუფლებაში. ჩვენი ვსაუბრობთ კომუნისტური ზღაპრებით რო ვერ შეგვაშინეთ. და მაგის გეშინოდეთ რო ვერ შეგვაშინეთ.